ელენე ახვლედიანი 1901 წელს თელავში დაიბადა, პატარა ქალაქში, სადაც ბავშვობა ბუნებასთან და ჩვეულ სიჩუმესთან ერთად გაატარა. ბავშვობაში ელენეს პირველ გატაცებად მუსიკა ითვლებოდა, მაგრამ როგორც ხშირად მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ფერიდა ხაზი მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მისი ტალანტი პირველად მისმა მასწავლებელმა ვასილ ბარნოვმა შენიშნა. ბარნოვის სიტყვები კი იმდენად სუსტი წინასწარმეტყველება გამოდგა, თითქოს კახეთის ქარი თავად ეუბნებოდა. ხატე ელენე, თელავი და ალაზნისველი თავის მხატვარს ელოდება. და მართლაც, ახვლედიანის შემოქმედება სავსეა კახური პეიზაჟებით, სიჩუმის ხმაურით და უბრალოების დიდებულებით. ელენე ახვლედიანის შემოქმედება არის ძალიან მრავალფეროვანი. ამას იმიტომ აღნიშნავ, რომ მას მაინც ფართო საზოგადოებაში იცნობენ როგორც პეიზაჟის, კონკრეტულად ურბანული პეიზაჟის ფუძემდებელი. მოგვიანებით ახვლედიანების ოჯახი თბილისში გადავიდა, ქალაქში, რომელიც შემდგომ მისი მთავარი მუზა გახდა. გიმნაზიის პარალელურად იგი სამხატვრო სკოლის მოსწავლე იყო, შემდეგ კი თბილისის სამხატვრო აკადემიის გიგო გაბაშვილის კლასში გადავიდა. 1922 წელს ელენე საგანგებო სტიპენდიით გაემგზავრა უცხოეთში. მისი მოგზაურობა იტალიით დაიწყო, ფერების ქვეყნით, რომელშიც თითქოს შინ დაბრუნებულივით იგრძნო თავი. შემდეგ პარიზში გადავიდა კოლოროსის აკადემიაში, სადაც მის გარშემო იკრიბებოდნენ იმ დროის ყველაზე თვალსაჩინო ქართველები: ქეთევან მაღალაშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე. პარიზში ელენემ პირველად მიიღო მონაწილეობა გამოფენაში, ხოლო შემდეგ უკვე პერსონალური ექსპოზიციაც მოაწყო. მხატვრის წარმატება იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ ერთ-ერთი გამოფენის სტუმრებს შორის პირადად პაბლო პიკასოც გამოჩნდა და განსაკუთრებით მოხიბლა მისმა ტილომ, კახეთის ზამთარი. კახეთში არაჩვეულებრივი სურათი იყო და პიკასოს მოსწონებია ძალიან და მოვიდა სპეციალურად მისულა მასთან და უთხოვია რომ მომეციდო. მაგრამ არ მიუწია ეს სურათი და ეს სურათი არავისთვის არ მიუწია, არც გაუყიდი, არც დღესაც თავის სახლ-მუზეუმში კიდია. მისი ნამუშევრები პარიზის შემდეგ ამერიკაში გამოფენაზე გაემგზავრა, თავად კი ჰოლანდიაში სწავლის მოწვევა მიიღო, მაგრამ დედის მძიმე ავადმყოფობის გამო საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე მისი გამოფენები თბილისში, ქუთაისსა და თელავში გაიხსნა. თბილისის გამოფენაზე კოტე მარჯანიშვილმა მას თანამშრომლობა შესთავაზა და აქ იწყება მეორე ელენე ახვლედიანი, თეატრის ელენე. ერთ შვენიერ დღეს კოტემ დამიძახა მითხრა, აი პიესა, წაიკითხე, ეს აქ შენი ძველი თბილისია. მგონი მოგეწონება ეს პიესა და ერთად გავაკეთებთ ამას. მე მგონი სკოლამის ეს როგორ მიყვარს. ძველი თბილისი და კოტე მიყვარდა და იმასთან მუშაობა ამ ძველი თბილისზე ძალიან სასიხარულო იყო ჩემ. 1930-33 წლებში იგი მაკიაჟის გარეშე ქმნიდა ისეთ სცენოგრაფიებს, რომლებიც დღემდე კლასიკად მიიჩნევა. 1933 წელს ელენე ახვლედიანმა მიიღო სახელოსნო, რომელსაც ხალხმა პატარა საქართველოში ერქვა. დღეს ეს ადგილი მისი სახლ-მუზეუმია. ელენე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ბავშვთა შემოქმედებას. 1971 წელს იგი პირველი ქალი გახდა, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. ამ ქალის გარშემო ტრიალებდა ესე რა, რაღაცა პლანეტა რა, ქართული კულტურული პლანეტა და ასეთი ოჯახები იყო. მაგრამ ესეთი გამოკვეთილი, როგორც წელიწადში, არც ერთი არ მოხდა.